შატილში მაგთიკომის გადამცემი სადგური დამონტაჟდა კომპანიის მობილური ოფისი გუშინ შატილს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას სიმბარათები და სხვადასხვა საჩუქრები გადასცა. შატილის მცხოვრებლებსა და სტუმრებს პირველად მიეცათ საშუალება ისარგებლონ მობილური კავშირით. დღეისათვის მაგთიკომის სიგნალი საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98% ფარავს. მაგთიკომი ყოველთვის პირველი იყო საქართველოს მაღალმთიან და ძნელად მისასვლელ რეგიონებში მობილური კავშირის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენი გადამცემი სადგურები დამონტაჟებულია მაღალმთიან რაიონებში, როგორც არის ზემო სვანეთი, ზემო აჭარა. ამ რეგიონებს შეემატა ერთ-ერთი ულამაზესი მხარე, პირიქითა ხევსურეთი, კერძოდ ჩვენი გადამცემი სადგური დამონტაჟდა შატილში. მაგთის სატელეფონო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზამთრის განმავლობაში დაახლოებით 15 ოჯახი წდება გარე სამყაროს, არ არის სატრანსპორტო მიმოსვლა, ასე ვთქვათ. და ეს აქამდე ინტერნეტით უკავშირდებოდნენ ახლობლებს და ნათესავებს. ამჯერად უკვე ამიერიდან თავისუფლად შეიძლება გავიდნენ კავშირზე. ელემენტარული კომუნიკაცია მე მგონი ყველგანი იყო გარდა ამ რაიონისა და ამ მხარისა დარჩენილი ეს იყო სადაც არ იყო სატელეფონო კავშირი და ამის მერე ჩვენც გვექნება შატილში.